აქ არის ძალიან ახლოს მე-6 საუკუნის ძეგლი, სადაც ჩემი აზრით მე მგონი იმ დროსაც კი არ იმყოფებოდნენ ადამიანები ისეთ მონურ მდგომარეობაში, როგორც ახლანდელი ქოცების ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და ამ შემთხვევაში სამწუხაროდ კონკრეტულად ინფრასტრუქტურის სამინისტრო აყენებს ამ ადამიანებს. ანუ ადამიანს ფაქტობრივად მიუსაჯეს, რომ დილის 6 საათიდან, ანუ დილის თუ არა და ანუ დილის 9 საათიდან მაგალითად საღამოს 6 საათამდე, მაგრამ როგორც ჩანს, მესამე წელი რო დაიწყო, რომ ვერ შენდება ეს გზა, უჭირთო და 7-8 საათამდე აქ უნდა იყოს ეს ადამიანი. ანუ ნახეთ, როგორი რაღაცაა. დიდი მანქანების გავლა აქ თურმე არ შეიძლება. და პატარა მანქანის ყველა გამოვლის დროს ეს ამ ადამიანმა ესე უნდა ჩაწიოს და შემდეგ რო გაივლის ისე უნდა ამოწიოს, მაგრამ ყველაზე დიდი რაღაცა სამართლობა თუ არ ვიცი რა შეიძლება ამას დაარქვათ, ისა რომ მანქანაში დომის უფლებასაც არ აძლევენ, როგორც ვიგებთ ადგილზე და რა ვიცი, ანუ ხალხო რომელი საუკუნეა, ნუ გაფლანგული მილიონები, წყალში გადაყრილი კი არა და ქოცების ჯიბეში გადაყრილი ფული ერთი ამბავია, მაგრამ ეს რო ადამიანი აი ესეთ მდგომარეობაში შეიძლება იყოს, მართლა ანუ ქოცების პირობებში რამე თუ შეიძლება რომ გაგვაოცოს, ესეთი მართლა არაფერი მინახავს და რა ვიცი, ინფრასტრუქტურის მინისტრი ქარსელაძე რო იყო, იპარავდაო მილიონები წაიღესო, რავი, მისი მოადგილეები დააკავეს, ავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დააკავეს და ეხა ბატონი რეზი რო ბრძანდება, იცის ნეტა საერთოდ ბატონმა რეზიმ იმის შესახებ, რაც აქ ხდება და რა მდგომარეობაში არის, არა მარტო გზა ადამიანები. აი ესე ნახეთ, ყველა ჯერზე უნდა გაიხარეთ. და არიან ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მადლობლობიც არიან, იმიტომ რომ აი ესეთ მდგომარეობაში ყავთ ადამიანები ამ დროს.